გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მივესალმები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრ ბატონ მიხეილ სარჯველაძეს. მადლობა რომ მობრძანდით ბატონო მიხეილ, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. დღის წესრიგში წარმოდგენილი გვაქვს ორი საკითხი. დღის წესრიგთან დაკავშირებით შეკითხვები და მესამე საორგანიზაციო შეკითხვები, დამატებები ხო არაფერი გაქვთ? დეპუტატებს არ აქვთ, ხოლმე ხელისაწვევი დავიდასტუროთ. დიდი მადლობა. მაშინ გადავდივართ დღის წესრიგის პირველ საკითხზე და ბატონ ლადოს ვთხოვ, რომ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენს მოსახლეობის იმ აქტიურ ნაწილს, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენი სხდომის მიმდინარეობას, მივესალმები მინისტრს ჯანმრთელობის დაცვის, მივესალმები ყველა დაინტერესებულ პირს. ბატონმა ზაზამ კენჭი უყარა დღის წესრიგს და ჩვენ ახლა შევუდგებით პირველი საკითხის განხილვას, რომლის ინიციატორების გახლავთ მთელი რიგი პარლამენტის წევრები და საკითხი ეხება არსებულ კანონში, მოქმედ კანონში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე სახელმწიფო შეზღუდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საჯარო შეზღუდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საკითხის განხილვას. საკითხის შინაარსიდან გამომდინარე და საჭიროებიდან გამომდინარე ის ხედვა, რომელიც ყალიბდება საქართველოში მოსახლეობის ჩართულობით, პროფესიონალების საერთაშორისო გამოცდილების ჩართულობით და იმ ინიციატივების თანხლებით, ეს კანონი სრულად მიმართულია ამ ურთულესი პრობლემის მოგვარების გზაზე ჩვენი წვრილი შეტანაზე, რომელიც კიდევ და კიდევ ერთხელ მთლიანად ორიენტირებულია ამ უდიდესი გამოწვევის, სოფლიოს უდიდესი გამოწვევის, რომელსაც მიზნად აქვს დასახული კაცობრიობის წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ჯანმრთელობის შელახვა, ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და ამითი იმ პროგრესული მიღწევების გადაღობა, რომელსაც ისახავს ცივილიზაცია. ამიტომ ჩვენი აქტიური ქმედება საქართველოს ხელისუფლის დამსახურება, მადლობა პრემიერ-მინისტრის ინიციატივისათვის და დიდი მადლობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, კომიტეტის თითოეულ წევრს და პარლამენტის თითოეულ წევრს, ჩვენი მოსახლეობის დიდი გულისკივილი რო აქ მიტანილი გასაგრძელებული განებული და გააზრებული და ერთობლივი ორგანიზებები, რომელსაც თავს მოუყრის ნორმატიული აქტი დღეს განხილვაში შემოსული და საბოლოო სახეს მიღების შემდეგ დარწმუნებული ვარ მისი ამოქმედება ხელშეუწყოს საპრობლემის მოგვარების გზაზე ჩვენს მონაწილეობას. დიდი მადლობა ბატონ ზაზო, გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ ლადო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ კოლეგებო, მივესალმები ბატონ მიხეილს. პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად ერთიანი შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად წინა კვირაში დააანონსა ეს ინიციატივა, რომელსაც რა თქმა უნდა მხარი აუღო პარლამენტის არაერთმა და ათეულობით დეპუტატმა, თითოეულ მათგანს მადლობა, ისევე როგორც ჩვენი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აბსოლუტურად მხარს უჭერს იმ ქმედებებს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკომოვაჭრეების, გადამზიდავების, გადამყიდავების, მიმწოდებლების მიმართ, რეალიზატორების მიმართ, ამიტომ ეს დღეს წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, რა თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილია იმ ქმედებებისა, რასაც ჩვენი ხელისუფლება დღეს ახორციელებს როგორც ნარკო რეალიზატორების მიმართ, ასევე უნიშნელოვანესი საკითხი და ჩვენი კომიტეტის განსახილველი საკითხი არის ზუსტად ზრუნვა იმ ბენეფიციარებზე, რომელიც სახელმწიფოში მოქმედ პროგრამებს ეხება.
როგორც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, დღეს ჩვენთან არსებობს რამოდენიმე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნარკომანიით დაავადებულთა ადამიანების ჩანაცვლებით თერაპიას. იცით, რომ არსებობს ორი პროგრამა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროგრამები. სულ ქვეყანაში დაახლოებით 15,000-მდე ასეთი ბენეფიციარია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ 15,000-დან 12,000-მდე არის სახელმწიფო პროგრამაში და დანარჩენი გადანაწილებულია დაახლოებით 20 კერძო პროგრამაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა ვითარებამ, ასევე ანალიზმა, რომელიც იქნა გაკეთებული სახელმწიფოს მიმართ, გახდა საჭიროება იმისა, რათა გამკაცრდეს პოლიტიკა, როგორც ნარკორეალიზატორების, შემომტანების, გადამზიდებების, დამამზადებელის მიმართ, ასევე გამკაცრდეს და სახელმწიფო დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს ეს ცენტრები, რომელიც ერთიან სახელმწიფო პროგრამას დაარეგულირებს. როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამა არის ორი სახით, ეს არის ჩანაცვლებით თერაპია მეთადონით და ბუპრენორფინით. ბუპრენორფინით სულ რამოდენიმე ათეული ადამიანია, ხოლო კერძო პროგრამა გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიას მხოლოდ ბუპრენორფინით. ყველა ეს პროგრამა მოექცევა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ. და ამავე დროს ჩვენ ამ პირველი კანონის გარდა, რომელიც ბატონმა ლადო ბრძანა, ვიხილავთ კიდევ ორ კანონს, რომლის აუცილებლობა და საჭიროება არის, რათა სპეციალურ ლიცენზიას და ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ანტიდეპრესანტების ჯგუფის მედიკამენტების იმპორტს განახორციელებს ხოლო სახელმწიფო. ამიტომ ამის გარდა ჩვენ შემოგვაქვს პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სამ კანონში ცვლილებების შეტანას. პირველი თქვით ეს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება და ასევე შემოდის ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში და ასევე საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში. გვაქვს სამი კანონი, რომელსაც დღეს ჩვენი კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს და ძალიან საინტერესო იქნება თვითოული თქვენი აზრი მოსმენა ამასთან დამოკიდებულებით. მინდა გითხრათ მანამდე, რომ რას ველოდებით ამისგან. პირველი ხედავთ, რომ კაცრდება პოლიტიკა ნარკოდანაშაულის მიმართ, იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ საგაზაფხულო სესიაზე ჩვენც გავამკაცრეთ რამოდენიმე მიმართულება აქვს. ამავე დროს ხედავთ, რომ იმპორტი სახელმწიფოს ხელში ექცევა სრულად და ასევე ეს არის ნარკომანიით დასნეულებული ადამიანების სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება. ამ კანონების მიღების შედეგად ჩვენ ველოდებით პირველი იმას, რომ ფინანსური სარგებელი იქნება იმ კერძო პროგრამებში ყოფ ადამიანებს, იმიტომ რომ დაახლოებით მათ 1000 ლარამდე საშუალოდ სხვადასხვა დოზის მიხედვით უწევდათ თვიური თანხის გადახდა, რათა შეეძინათ ეს ნარკოტიკული საშუალება და მათი დამოკიდებულება ამით შეემსუბუქებიათ. მეორე, დადგინდება იმ კერძო კლინიკების მომსახურეთა პაციენტების ზუსტი რაოდენობა, საჭიროება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს კანონპროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვისა და ჩანაცვლებით მკურნალობის პროცესი სრულად სახელმწიფო კონტროლს ქვეშ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამას შეძლებს ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით და შედეგს მივიღებთ იმას, რაც ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. იმიტომ იცით, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაანონსებული წინადადება იყო და ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან და კიდევაც ხედავთ რა ღონისძიებები განახორციელა სახელმწიფო. ჩვენი კანონპროექტების მიღების შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით ამ რიგარეშე სესიაზე მხარს დაუჭერს, მივიღებთ იმ შედეგებს, რაზეც უკვე გესაუბრეთ და ველოდებით თქვენს შეკითხვებს ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონ ზაზა. კომიტეტის წევრებს კითხვები, ბატონ ზაალი.
მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ ინიციატივისათვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროს და რა თქმა უნდა კომიტეტს სრული შემადგენლობით და რა თქმა უნდა საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის პრაქტიკულად ყველა წევრმა ხელმოწერით უკვე დაადასტურა ამ კანონში ცვლილებების აუცილებლობა, ნარკოდანაშაული დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწევას წარმოადგენს, იგი თავისი ბუნებით ხელყოფს ადამიანის ძირითად ფუნდამენტალურ უფლებებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყნის მიმართ რბილად რო ვთქვათ, არა კეთილგანწყობილი ადამიანები წლების მანძილზე სთავაზობდნენ ამ ქვეყანას ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, რაც ჩვენთვის ექიმებისთვის გასაგებია, რომ ეს არაგადამდები დაავადება, ლამის გადამდებ დაავადებად აქციეს ამ ქვეყანაში და არავისთვის უცხო არ არის, რომ რა შედეგი ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს, არა მხოლოდ კონკრეტულად მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებზე, საზოგადოებრივ თუ სოციალურ გარემოზე და რა თქმა უნდა მთელ ქვეყანაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ვიცით, რომ არ არის ძალიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ აღიარა საქართველოს კეთილდღეობის პროგრესით 21 საუკუნეში და შეიყვანა საუკეთესო სამეულში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს რესურსი, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევები მართოს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა ერთად აღებული, რა თქმა უნდა, მთავარი მაინც ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომელიც ამ კანონის ცვლილებები თუ იმ კანონით, რომელიც მე მგონი პარალელურად იურიდიულ კომიტეტზე გადის, სახლ-სამართლებრივ კოდექსში ცვლილებები, რაც ასევე ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ერთად მოვახერხებთ ამ გამოწვევის დაფარვას და აქედან გამომდინარე კითხვათ, სარგებლობთ, რომ და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამ მნიშვნელოვან დღეს სწორედ ამ კომიტეტის ხდომას ესწრება. ვიცი, რომ სამინისტრო თავისი ადამიანური რესურსით თუ სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით ძალიან სწრაფად რეაგირებს მთელ რიგ ცვლილებებზე და რატო გჭირდება 8 თვე ამ შემთხვევაში მით უმეტეს იმ სტატისტიკიდან რაც ბატონმა ზაზამ თქვა, რომ 15,000-დან 12,000 ისედაც სახელმწიფო პროგრამაშია ამ 3,000 ადამიანის, ასე ვთქვათ, გადანაწილებისთვის 8 თვიანი პერიოდი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, 1 მარტამდე არის ვადა, ანუ 1 მარტიდან აღსრულების ვადა. და თუ არის შესაძლებელი ამ თემაში რაიმე კორექტირების შეტანა. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კომიტეტის სხვა წევრებს, ქალბატონ რიმას. მოგესალმებით. ამ საკითხის მნიშვნელობაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდს ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, იმიტომ რომ ეს თემა ყოველთვის იყო აქტუალური, რა თქმა უნდა, ნარკომანია არ არის პანდემია და ეს არის წლების წინ დაწყებული პროცესი, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვებრძვით, მაგრამ ის შედეგი, რომელიც საჭიროა ჩვენი მოსახლეობისათვის ჯერჯერობით ვერ დადგა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არ არის გადამდები დაავადება, მაგრამ გადამდები გახდა ჩვენი საზოგადოებისათვის. მექნება ორი შეკითხვა. ერთი შეკითხვა მექნება ბატონ მინისტრთან. ჩვენ თქვით, რომ აუცილებლად იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არსებობს მეტადონის პროგრამები, აუცილებლად მოხდება მათი გატანა და როდის და როგორ ფიქრობთ ბატონო მიხეილ ამ საკითხის მოგვარებას. მეორე შეკითხვა მექნება ის, რაც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ბატონო ზაზა, რომ 15,000 მომხმარებელი და მათ შორის 3,000 არის კერძოში და ის რა ქვია მომხმარებელი თუ როგორ თქვა არ ვიცი კერძო პროგრამის მოსარგებლე დიახ სად არის ტერიტორიალურად ეს და ესეც როგორ მოხდება ჩვენ ვიცით რომ ეს 8 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს მათი განთავსება და როგორ ფიქრობთ მათ განთავსებას მთელი გეოგრაფიული პროცესის მიხედვით იმიტომ ვიცით რომ ეს ყველაფერი ხდება მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე ეს მეორე და მესამე აქ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ საუბრობთ საფთიაქო ნარკომანიაზე
და ამ საფთიაქო ნარკომანის კუთხით გვაქვს არაერთი ფაქტი, იმიტომ რომ დაახლოებით ქვეყანაში მოქმედებს 101 აფთიაქი და როგორ მოხდება მათი კონტროლი და რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა თქვენ სად ხედავთ ამ საფთიაქო ნარკომანიაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ძალიან ხშირად საუბრობდით ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადგილი ქონდა როგორც ექიმის მიერ რეცეპტის, როგორც რეცეპტის გარეშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველასაც ცნობილია ეს პრობლემა და როგორ ფიქრობთ ამ საკითხების მოგვარებას. მადლობა. კალბატონი ირმა. მოგესალმებით. საკითხის მნიშვნელობა მართლა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ამაზე კიდე დამატებითი რამე თქვა ადამიანმა. მივესალმები გლობალურად ნარკოპოლიტიკის ასეთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს და როგორც მე ვხვდები, ეს ერთ-ერთი რგოლია ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელი იყო. მეც მექნება შემდეგი შინაარსის შეკითხვები. პირველი, ის 3000 ბენეფიციარი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში არ იღებდნენ მონაწილეობას. არის თუ არა რაიმე საფუძველი იმის, რომ ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ ამ ბენეფიციარების რაოდენობა შემცირდება. ალბათ აღარ ჭირდება დაზუსტება, იმიტომ რომ მეც და შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანსაც გაუჩნდეს იმის კითხვა, რომ რადგან კერძო პროგრამაში არიან თუ არა რეალურად იმ კრიტერიუმების მიხედვით პროგრამაში ჩართვის ბენეფიციარები და მოსარგებლეები, თუ ისინი სხვა მანიპულაციებით და გაყიდვებით შეიძლება იყვნენ დაკავებულები. ეს ერთი. მეორე, აი იმ გრძელ ჯაჭვში, სადაც ხდება ბენეფიციარის მისვლა, სადაც იღებს ის პროგრამაშია ჩართული და იღებს პრეპარატს, მთელი ამ ჯაჭვის დაცვის ნაწილში, რატო ჭირდება ამდენი დრო, თუ 3000-ის ინტეგრირება უნდა მოხდეს ამ 12000 ადამიანთან ერთად, რატო ჭირდება ამდენი დრო და რატომ არ შეიძლება რომ უფრო ნაკლებ დროში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება? ეს მეორე. მესამე, ბატონო მიხეილ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საფთიაქო ნარკომანიაზე, რაზედაც ქალბატონმა რიმამაც გააკეცა აქცენტი. თუ სახელმწიფო შეისყიდის ყველა ფსიქოტროპულ პრეპარატს, რომელიც აქამდე ასე არ იყო, მარტო შესყიდვის ნაწილში, ანუ იმპორტის ნაწილში ცვლილება შეცვლის თუ არა იმ პათოლოგიურ რგოლს, რომელიც დანარჩენ რეალიზაციის ნაწილში და თუ არ შეცვლის ამ მიმართულებით რა ნაბიჯები იგეგმება იმისთვის, რომ მთლიანად მოხდეს გაკონტროლება. მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ვინმე სხვა რა შეკითხვა? მაშინ ვისარგებ ერთი შეკითხვა მეც მინდა დავსვა. პირობითად მე ხა ჩვენ ყველანი ერთმანეთს კარგად ვისნობ და მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგად ვისნობს და ჩვენ ურთიერთობთ ამ შესანიშნავი ფორმით ღია რეჟიმში. მეც მაგას ეს შეკითხვა პირობითად. არის სამი რგოლი. ერთი დიდ გაჭირვებაში მყოფი რგოლი, ანუ ბენეფიციარები, რომლებიც გარემოებამ ბევრმა მიზეზებმა არ მინდა ხა ჩაუყვე ამ მიზეზების დასახელებაზე სირთულეს, არ ეხება მარტო ჩვენ ქვეყანას, დედამიწას ეხება, რომელსაც უჭირთ, ძალიან უჭირთ და გამოსავლის ძიებაში არიან. პირობითად მეორე ჯგუფი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ამ ადამიანების დახმარება. ყველანაირი გზით საკანონმდებლო უზრუნველყოფა, მეცნიერების ჩართვა, მუდმივი მონიტორინგი და უამრავი რამ, მაგრამ არიან გულშემატკივრები. ესენი არიან უშუალოდ ბენეფიციარების მხარეს და ბენეფიციარების ოჯახების მხარეს. და არის პირობითად მესამე ჯგუფი, რომელსაც ძალიან აწყობს ამ ადამიანების სიმრავლე. და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც მეტი იქნება ამ რგოლში ჩართული და გაჭირვების ძალზე დაყენებული, მით მეტად სარგებლობენ. ეს არის დიდი ძალა
მე არ ვიცი რა უდგას მათ სადაც როგორ არ ვიცი, მაგრამ არ მინდა დავაძაბუნო ეხლა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი და ეს ადამიანები მთელი ციკლი არის ჩართული ამაში, რაც მეტი იქნება დაავადებული, სასუზარგოთაში მყოფი ადამიანი და მათი გულშემატკივრებიც უძურვები იქნებიან იმ შემთხვევაში თუ ეს მესამე რგოლი პირობითად არ შესუსტდება და მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს ხალხს უსვამ, რომ ამ დიდი პრობლემის მოგვარების ძალზე ერთიანი პირი შეკრან. ეს არ არის პატარა ციფრი, ჩემო ძვირფასებო. პირობითად, როდესაც ეყნობი რაღაც გარკვეულ მონაცემებს, ნებისმიერი მართლობითი სტრუქტურა მეცნიერები ეყნობიან ციფრებს. დღესაც არ არის გარკვეული ზუსტად ამ დაავადების ქვეშ მყოფი ადამიანების საერთო რაოდენობა, პირობითად 10%-ს ასახელებენ, აბა დააგვირდით მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდიანი მოსახლეობის 10%, ეს არის 800 მილიონი. გესმით თქვენ რამხელა ციფრზეა ლაპარაკი და აი ეს პატარა ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, რომელიც შემართულია ნამდვილად თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის და ყველა წინააღმდეგობას წინააღმდეგება ხოლმე ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ლიდერის ფუნქცია შეესრულებინათ გამკაცრების კუთხით ამ კანონმდებლობის ეს კიდევ ერთი სიგნალია კარგი დანარჩენი მსოფლიოსათვის როგორც ბევრ გამოწვევაში ქართველებმა თქვეს თავისი სიტყვა და ეხლა გამოძახის ველოდები დანარჩენი ქვეყნიდან. ეს შესაბამისი ნაწილი მithon დამჭირდა და მინდა კითხვა დავსვა. მოქმედებდა პროგრამა. მე მახსოვს, როდესაც იწყებოდა ეს პროგრამა 90-იანი წლების ბოლო იყო 2000 წლის დიდი გამართია დავა იყო ჩანაცვლებით თერაპიაზე, ეხლა აღარ წავალ სიღრმეებში, მაგრამ განხორციელდა ეს პროგრამა თავისი ავკარგობით. რა გახდა საფუძველი აი ამ როგორ შევაფასეთ გავლენით დრო, სად იყო სუსტი რგოლი, ბატონო მიხეილ. სად იყო სუსტი რგოლი, რომელსაც ჩვენ დღეს გამოსწორებას უპირებთ. რა კუთხით არის ეს? პროფესიონალების კუთხით, კადრების სიმცირის კუთხით, ფუნქციების გადანაწილების კუთხით და როგორ შედეგზე დაახლოებით როგორ შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული, დაახლოებით ხასვლა მაგ ციფრების დასახელება და ვადების მითითება არ არის მადლიერი საქმე ამ შემთხვევაში, უმადური საქმეა, მაგრამ დაახლოებით რა მიმართულებით მიმოძრაებთ. იმიტომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ქვეყნები გამოცდილებას ასვისოთ, მაგალითად პორტუგალიის გამოცდილებას და იქ ჩანაცვლებით თერაპიამ როგორი შედეგი გამოიღო, იქნებ პატარა ორი სიტყვით თუ გვაქვს ამის საშუალება, ესეც მოვახსენოთ ჩვენ მოსახლეობას. დიდი მადლობა. კი ბატონო. უბრალოდ ეს კითხვა კი არა ბატონ მიხეილ, შეიძლება თხოვნა უფრო მეტად იყოს. მე მესმის, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის ძალიან დიდ მასშტაბურ პოლიტიკაში დღევანდელი კანონმდებლობა ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც მთლიან სისტემას გააჯანსაღებს, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გითხრათ, არ ვისარგებლო შემთხვევით ფსიქოტროპული პრეპარატების მომხმარებელი პაციენტების ოჯახების გულის ტკივილი მინდა გადმოგცეთ. ძალიან სერიოზული პრობლემა რეალურად მომხმარებლები ვინც არიან ამ პრეპარატების ყოველგვარი ფალსიფიკაციის გარეშე ნამდვილად მომხმარებლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ საფეხურებს გადიან ეს ადამიანები, რის გამოც ძნელად იღებენ პრეპარატებს, განსაკუთრებით რთულია ისეთი რთული ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების ექიმთან მიყვანაც ძნელია, აფთიაქში მიყვანაც ძნელია. აი ამ ნაწილში თუ ფიქრობთ, თუ არის რა გამოწვევები გვაქვს იდენტიფიცირებული და როგორ შეიძლება რომ გაუიოლოთ ამ ადამიანებს ცხოვრება, უბრალოდ მის პატრონებს ცხოვრება და კიდევ ერთი არის პრეპარატების მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელობა აქვს ძირითადი სამკურნალო საშუალებებთან ერთად მათ მიღებას, მაგალითად ციკლოდოლი, რომელიც ქვეყანაში არ შემოდის და ძალიან სერიოზული პრობლემები ექმნებათ ძალიან ბევრ ბენეფიციარს. სულ საიდანღაც ჩამოტანა უწევთ და ასე შემდეგ. აი ამ სახელმწიფოს შესყიდვების ქვეშ, იმპორტის ქვეშ გადმოსვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება თუ არა ისეთი პრეპარატების დამატება შემოტანის ნაწილში, რომელიც დღემდე არ შემოდიოდა.
მადლობა. მადლობა. პასუხისათვის მივცეთ დრო საკითხის გამომტანს და ბატონი მინისტრიც აქ არის, თუ იქნება ამ კითხვებზე პასუხები, მოусმენს ჩვენი კომიტეტი. მადლობთ. მადლობა ბატონო ლადო, მადლობა შეკითხვებისათვის. დავიწყებ შეკითხვებს, ზოგი მართლაც დასაჯგუფებელია, ამიტომ შეიძლება თანმიმდევრობა არ დავიცვა, მაგრამ ყველა კითხვას მინდა რომ პასუხი გავცე. პირველი ხალბატონმა რიმამ ბრძანა რომ აი გადატანა დასახლებული პუნქტებიდან არის ერთ-ერთი უნიშნელოვანი საკითხი. მინდა გითხრათ რომ ეს გამოწვევა უკვე დაწყებულია და რამოდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში ზოგიერთი ცენტრი უკვე გადატანილია მჭიდრო დასახლებული მოსახლეობიდან და რა თქმა უნდა არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ეს პროგრამები ხორციელდება, ეს სახელმწიფოა თუ კერძოა, ყველგან არის ერთ და იგივე მოთხოვნა რომ ეს პუნქტები ჩანაცვლებითი თერაპიის იყოს მოცილებული დასახლებული პუნქტებიდან და ერთ-ერთი მომენტი ესეც არის გათვალისწინებული, იცით რომ ამ პროგრამის განხორციელებაში დარწმუნებულია რომ მთავრობას არ გაუჭირდება ამის გაკეთება და შეძლებენ დროულად იმ ვადებში, რასაც ჩვენ კანონპროექტის მიხედვით ვისახავთ. რაც შეეხება საფთიაქო ნარკომანიას, რა თქმა უნდა, ესეც ვიცით, რომ არაერთი შემთხვევა იყო გამოვლელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ვიცით, რომ ძალიან აქტიური ბრძოლა მიდის დღეს, როგორც საფთიაქო ნარკომანიასთან, ასევე ვიცით, რომ უამრავი სინთეთური საშუალება შემოდის, რომელიც საკმაოდ იაფია და ფართო მოხმარების საგანი გახდა. პრაქტიკულად დღე არ გავა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩაატარებს ღონისძიებებს, რათა აღმოფხრას ეს გავრცელებები, მაგრამ ვიცით, რომ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, ეს საკითხი მინიმუმამდეა დაყვანილი. მე მაინც იმედი მაქვს კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ამ საქმის მიმართ და ის ფსიქოტროპული საშუალებები, რომელსაც წერს ამა თუ იმ სპეციალობის ექიმი, ეს განკუთვნილი არის პირველ რიგში იმ პაციენტებზე, რომელსაც ქალბატონი ირმა ამბობდა, რომელსაც აუცილებლად მოსაგვარებელია ის საკითხი და დგას ხშირად საკითხი, როდესაც ვერ ხდება იდენტიფიცირება პრობლემის, ვერ ხდება პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მიყონა თუ აფთიაქში და დარწმუნებული ვარ ბატონ ვისარგებლოთ ბატონ მიხეილს აკופდით და ამ შეკითხვებს ერთობლივად განვიხილავთ. მეც ვთვლი რომ აქ არის გამოწვევები, რომელზეც აუცილებლად რეაგირება საჭიროა. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამაში გადასვლის შემდეგ შემცირდება თუ არა რაოდენობა, ვარაუდი არის რომ შემცირდება. ვთვლით რომ ის დოზები, რა დოზებზეც მიდის კერძო ჩანაცვლებითი პროგრამები ხშირად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც არის, როდესაც ვადარებთ საერთაშორისო სტატისტიკას სხვა ქვეყნებისას, ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც 5-ჯერ და 6-ჯერ საქართველოს მოსახლეობაზე მეტია ადამიანები. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ აქაც სამუშაო არის და დარწმუნებული ვართ, რომ ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს. ზუსტად ამაზეა განკუთვნილი ის კანონპროექტები, რაც მანამდე მივიღეთ, იგივე იძულებითი თერაპიის, იცით, დეტოქსის პროგრამა მუშაობს სახელმწიფო დაფინანსებით, ამიტომ ჩვენი ზრუნვა ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, რომელიც არ უნდა მოხდნენ აი ამ სიტუაციაში და არ უნდა გახდნენ ნარკოდამოკიდებლად, ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში არის უმთავრესი. რაც შეეხება დეფიციტურ მედიკამენტებს ქალბატონმა ირმა ბრძანა, დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც დღესდღეობით საქართველოში შემოდის ფსიქოტროპული საშუალებების 100-ზე მეტი პოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო გადაიბარებს მათ იმპორტს და დროულად მოახდენს მათ შემოტანას. რაც შეეხება ბატონ ლადოს შეკითხვას, სად იყოს სუსტი რგოლი, რა თქმა უნდა, ალბათ ყველამ ცოტა დავაკელით, თქვა ესე ვიტყოდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ პრაქტიკულად დედამიწის მოსახლეობის 10% არის ნარკომომხმარებელი თუ ამა თუ იმ პროგრამის მოსარგებლე, ამიტომ აქ სუსტი რგოლი არის დაწყებული მოყვანით, რეალიზაციით, ჩამოტანით, გადატანით, იცით რომ პრაქტიკულად დრონებითაც კი ხდება დღეს ნარკოსაშუალებების მიწოდება მომხმარებლისთვის, ამიტომ აქ ერთობლივი ძალა საზოგადოების, მთავრობის, პარლამენტის,
ჯანდაცვის სამინისტროსი, ალბათ განათლების სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება აქ, რადგან ჩვენს ახალგაზრდებზე სკოლის ასაკისთვის უკვე დავიწყოთ მუშაობა და აქტიური პოლიტიკა ვაწარმოოთ, მიდიოდა ეს, მაგრამ ალბათ გაათმაგებული ძალები გმართებს აღამს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნარკოპოლიტიკის მკვეთრი გამკაცრება მოვახდინოთ. რაც შეეხება ბატონზალის შეკითხვა იყო და ქალბატონ ირმასიც ერთდროულად ვადებთან დაკავშირებით, იცით რომ ამ დღევანდელ მოწოდებულ რედაქციაში არის მითითებული 1 მარტი ამ კანონების ამოქმედების, თუმცა მე მაინც გონია და ბატონ მიხეილს ვთხოვ, მაინც ვადებთან დაკავშირებით კომენტარი გავუკეთოს, როგორი ბზაობაა სამინისტროსთან, იქნებ უფრო შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ და დავიწყოთ ამ კანონების ამოქმედება. დიდი მადლობა ბატონ ზაზას, თავისი ბატონო მიხეილ თქვენ ხარ გათ. სიამოვნებით, დიდი მადლობა. მეც მქონდა კითხვები, თუ კითხვებში მომეცემოდა შესაძლოა კითხვას დავსვამდი, მაგრამ რა კი ესე ძალიან მარტო პროცესი, ესე გავაგრძელოთ. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა და მადლობა გადაგიხადოთ ეს სწრაფი რეაგირებისთვის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგინა პრემიერ-მინისტრმა. ეს მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ინიციატივა, იმავდროულად, რა თქმა უნდა, პროცესების შემდგომი გაძღოლაც. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ამან განაპირობა კიდეც პირადად ჩემი ინტერესი, რომ დღეს აქ სხდომაზე გახლავართ და შესაბამისად ვისარგებლე შესაძლებლობით და უშუალოდაც მქონდა სურვილი, რომ ყოფილიყავი ჩართული ამ საკითხებზე დისკუსიის პროცესში. ეს მართლაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ ითქვა არაერთი რამ მახასიათებელი ამ პრობლემის არსისა და ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს კიდეც ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესსაც და მოვალეობასაც. იმიტომ რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის რეალურად და მართლაც პრობლემატურია. ეს არ არის ნამდვილად ისეთი საკითხი, რომელიც თავსმოხვეული პრობლემაა. ეს რეალურად არსებული პრობლემაა და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი რეაგირება. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ აღინიშნოს. მივყვები, მე ვეცდები თანმიმდევრობაც დავიცვა, თუმცა ბატონი ზაზას თქმის არ იყოს, ალბათ იქნება რაღაც გასაერთიანებელი საკითხები და შევეცდები, რომ სრულად მოგახსენოთ ეს ინფორმაცია. პირველი, რაც მოვინიშნე თემებში, ეს არის ალბათ ზოგადი საკითხი, ალბათ უნდა ვთქვა, რამდენჯერმე აღინიშნა ეს ლიბერალური სახელწოდება და ასე შემდეგ. მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყოდი, რომ ეს ლიბერალური შეიძლება დაერქვას იმ პოლიტიკას, რომელიც არსებობდა. ლიბერალური მიდგომის მიღმა პრაქტიკულად სფეროში იყო ბევრი რამ ისეთი, რომელიც განაპირობებდა შედარებით შესუსტებულ კონტროლს და ეს ნიშნავს იმავდროულად, რომ გარკვეულ მიმართულებით შეინიშნებოდა აღვირახსნილობის ნიშნები. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. და აღვირახსნილობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ინტერესთა კონფლიქტი დაუბალანსებელი იყო და არსებობდა კონკრეტული კომერციული მძლავრი ინტერესი იმისა, რომ რეალურად რაც შეიძლება მეტად ხელშეწყობილი ყოფილიყო, რაც შეიძლება მეტად გავრცელება ნივთიერებებისა, რომლის ავადმოხმარების ძალიან დიდი რისკები არსებობს, ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ჩარევას და მოითხოვს რა თქმა უნდა დარეგულირებას და ეს მას აღარ ქვია, რა თქმა უნდა, ის რასაც ქვია ლიბერალური. აი, ამიტომ ბუნებრივია ის რისკები, რომელიც არსებობდა, შესაბამისად არსებობს და ბუნებრივია ამას გადაჭრა ჭირდება. მე ეს რისთვის მჭირდება, რომ ამაზე ხაზი გამესვა, არ მინდა რომ ლიბერალური პოლიტიკის საწინააღმდეგო ცვლა აღქმული იქნას საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ექიმების მხრიდან, როგორც არასწორად ინტერპრეტირებული იქნას ხელისუფლების დამოკიდებულება. ხელისუფლების ლოგიკა ის კი არ არის, ჩვენ არ ვერჩით, ეს უნდა ვთქვათ, ნარკომომხმარებელს. ჩვენი მიზანია, რომ დაუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება გაამწვავოს მეტად პრობლემა და ამაზე უფრო მეტად მოითბოს ხელი. აი ამაშია პრინციპული სხვაობა და მე მინდა რომ ეს საზოგადოებამ კარგად გაიგოს. ამიტომაც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრის პირველივე გამოსვლისას, მათ შორის აი ამ ინტერესთა დაუბალანსებლობაზე და მათ შორის იმპორტზე, როდესაც საუბარი დადგა, აი ამ სამწუხარო რეალობაზე, როდესაც ეს შესაძლებლობა გამოყენებულია ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება პრაქტიკულად საზოგადოების ინტერესს. თემა, რომელიც პირველად იყო ნახსენები, ეს უკავშირდება ქალბატონმა რიმამ წამოჭრა ეს თემა და უკავშირდება
ჩანაცვლებით თერაპიას. სამწუხაროდ აქაც გვაქვს გარკვეული პრობლემები, ამაზე გვისაუბრეთ დღესაც ითქვა აღინიშნა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩანაცვლებითია, ოღონდ თერაპიაა იმავდროულად, ანუ მკურნალობის კომპონენტი, რა თქმა უნდა, აქედან გამოდევნილი არ უნდა იყოს. თერაპია ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, ორიენტირი, რა თქმა უნდა, მიზანი საბოლოო ჯამში მთელი ამ პროცესებისა უნდა იყოს დახმარება, მხარდაჭერა ნარკომომხმარებლის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ამ ადამიანებს შეუქმნათ პირობები იმისთვის, რომ ისინი დაეხსნან აი ამ ადიქციის სინდრომს. შესაბამისად, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ჩანაცვლებითების მიმართ ინტერესი არსებობს, ეს გაგრძელდება საზოგადოების იმ წევრებს, ვისაც აქვთ ინტერესი, სურვილი, საჭიროება ასეთი მომსახურების და თერაპიისა, ეს კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება ეს ისე, რომ მათი ინტერესებთან ყველაზე მეტად თანხვედრილი იყოს. თუმცა არ შეიძლება არსებობდეს ვითარება, როდესაც ჩანაცვლებითი თერაპია ეს იდეა, რომელიც თავისთავად კეთილშობილურია, გამოყენებული იქნას არაკეთილშობილური მიზნით, ცუდი მიზნით, ბოროტი მიზნით და ამ შემთხვევაში ეს იქცეოდეს ნარკოტიკების ლეგალურად მიწოდების უბრალო არხად. რა თქმა უნდა, ესეც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს. გატანას დაცილებას, ასე ვთქვათ, ისეთ დისტანციაზე გატანას, რომელიც გულისხმობს, რომ საზოგადოებისთვის ეს არ იყოს პრობლემების შემქმნელი. დღეს სამწუხაროდ ფიქსირდება არაერთი ადგილი, ოღონდ ეს უნდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ კერძო სექტორს, ეს პრობლემა სახელმწიფო სექტორშიც, კერძო სექტორშიც, უბრალოდ უფრო მეტად ალბათ კერძო სექტორში ეს უნდა ვთქვა, როდესაც პუნქტები ფუნქციონირებს ისეთ ადგილას, რაც უქმნის დისკომფორტს იქვე მიმდებარედ მაცხოვრებელ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად სწორია, ბუნებრივია, რომ ხელმისაწვდომობა უნდა არსებობდეს, ოღონდ უნდა არსებობდეს ისე, რომ ყველა დანარჩენი მოქალაქის ინტერესი უფლება არ უნდა იქნეს დარღვეული და შელახული. მათი სიმშვიდეც ბუნებრივია, რომ ანგარიშგასაწევია. ამიტომ უმჯობესია და ყველაზე დაბალანსებული იქნება ესეთი მიდგომა, როდესაც ხელმისაწვდომობა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს შედარებით დაშორებულ ადგილას, დაშორებულს დასახლებული პუნქტებიდან. არ შეიძლება ეს პუნქტი ფუნქციონირებდეს ზუსტად მაგალითად ბავშვების სათამაშო მოედნის გვერდზე, იქ სადაც ბავშვები დადიან და ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემურია. ამიტომ ესეც შეიცვლება და საზოგადოებას, რომლის პრაქტიკულად ვინც კი ემეზობლებოდა ასეთ პუნქტებს, ყველას ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უარყოფითი შეხედულება, ეს არ შეიძლება არ იქნეს მხედველობაში მიღებული, როდესაც პოლიტიკა ამ თვალსაზრისით იგეგმება. ამოქმედების ვადებს რაც შეეხება, კი ეს თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, განხილვების ეტაპისთვის ყოფილიყო ეს შედარებით მარტივი, სწორედ ამგვარად იქნა ინიცირებულ ვერსიაში ჩაწერილი ის ვერსია და ამისთვის მადლობელი ვარ, ასე ვთქვათ, ამ დისკუსიის შესაძლებლობისთვის ასპარეზი დატოვეთ. ეს კარგი ამბავია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ხანადვე შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმსჯელებდით, ამაზე გქონდა კიდეც კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ მოხერხებადი იქნება ეს იმის გათვალისწინებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეს რეფორმები, იმიტომ რომ დეკლარირებულად ნათქვამია, რომ ეს არის სწორი მიდგომა, შესაბამისად პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ ახსილი ამის იმპლემენტაციაზე, შესაბამისად ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტების აი ამ რეფორმას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეს განხორციელდეს დაახლოებით თვენახევრის პერიოდში და ეს უწევს შეგვიძლია დავწეროთ კონკრეტული თარიღი ამოქმედების, ეს შეიძლება იყოს ჩვენი პოზიცია ყოველ შემთხვევაში მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს 15 აგვისტო, რაც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას მთლიანად, აქ შედარებით გრძელი ვადა იქნება აუცილებელი და ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს 1 ოქტომბრისთვის ყველა მოსამზადებელი სამუშაო. მოგეხსენებათ თან, რომ კანონპროექტის ძირითად ვერსიაში გათვალისწინებულია არაერთი დამზღვევი მექანიზმი, დამზღვევი და ისეთი მექანიზმი, რომელიც რეალურად დეფიციტების პრევენციის შესაძლებლობას აჩენს. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ 1 ოქტომბრისთვის რამე შეიძლება იყოს მოუსწრებელი. შესაბამისად, ამ კუთხითაც პოზიცია შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რომ ასეთია. კი.
აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა ქალბატონმა რიმამ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ერთი კონკრეტული საკითხია და ეს არის მთავარი პრობლემა თუ რა არის და ასე შემდეგ. მე მაგალითად, როდესაც საუბარი შეეხება ნარკოპოლიტიკას, სრულად ვიზიარებ იმას, რაც ბრძანა ქალბატონმა რიმამ ამასთან დაკავშირებით და ეს გულისხმობს იმას, რომ აქ არ არსებობს რომელიმე კონკრეტული საკითხი, სადაც ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს დადებით და თუ აი ამ კონკრეტულ რაღაცა ლოკალურ საკითხს გამოასწორებ. ეს მოითხოვს, ეს დიდი პრობლემაა და მოითხოვს ყველა ფრონტიდან შეტევას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ, მათ შორის ეს რეფორმაც, როგორც ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ეს საკანონმდებლო რეფორმა, მისი იმპლემენტაციის პროცესიც, მაგრამ გახსოვთ თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრმაც პირველივე გამოსვლაში აღნიშნა, რომ სხვა თანმდევი აქტიობები იქნება ამის, ასე ვთქვათ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი, ეს იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ, რომ ეს პრობლემა გადავტეხოთ. ამ შემთხვევაში იგულისხმება მაგალითისთვის, ვთქვათ, იგივე ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვაზე მაქსიმალურად კონტროლის გამკაცრება. ეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ და ხაზგასმით უნდა ითქვას ეს, რომ არც ერთი ადამიანი, რომელსაც საჭიროება აქვს კონკრეტული პრეპარატით მკურნალობისა, არ დარჩება ამ პრეპარატის გარეშე. მათ შორის აქვე შემიძლია ვთქვა, რომ დეფიციტებიც და ყველა ეს საკითხი, ასე ვთქვათ, დარეგულირდება სწორედ საჭიროებების, სწორად გამოყენებისგან გამომდინარე საჭიროებების კვალდაკვალ და ამის შესაბამისად. მაგრამ ავადმოხმარებისთვის რაღაცა რესურსების შექმნას ბუნებრივია, რომ ხელს ვერ შეუწყობთ. არასწორი გამოყენების პრაქტიკასაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მუდმივად თამდევდეთ, შესაბამისად, აი მუდმივად კონტროლდებოდეს, რომ ეს რეალურად ამის პრევენცია ეფექტურად ხორციელდებოდეს. შესაბამისად, ესეც გასათვალისწინებელი იქნება და ვფიქრობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით ერთდროული და ასე ვთქვათ, ჰარმონიული შეტევა რეალურად შედეგს მოიტანს. ეს ბუნებრივია, რომ სინქრონულად შეიძლება წარიმართოს და ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის ეს აუცილებელი კომპონენტი იქნება. ამიტომ იგივე აფთიაქების კონტროლი, რეცეპტების პროცედურები და ასე შემდეგ, ყველა ეს საკითხი ერთობლიობაში იქნება განსახილველი. ქალბატონმა ირმამაც ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, ამდენად მე ვეთანხმები არა მხოლოდ ქალბატონ რიმას, არამედ ქალბატონ ირმასაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, რეფორმის ერთი მსხვილი, ძალიან მსხვილი ნაწილი, მაგრამ მაინც ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება მხარდაჭერა შემდგომშიც და შესაბამისად აბსოლუტურად მართებულად ბრძანეთ ამასთან დაკავშირებით. ბენეფიციარების რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით ჩანაცვლებით თერაპიაში. ამის ზუსტად პროგნოზირება სამწუხაროდ გამიჭირდება. ანუ მე ვერ ვიტყვი ამას დაზუსტებით, რატომ? სამწუხაროდ ეს არის კიდეც ერთ-ერთი პრობლემა, რამაც განაპირობა აი ამ მასშტაბის პრობლემის არსებობა, რომ რეალურად სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება სრულად იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ ანალიტიკისთვის საჭირო იქნებოდა. არა მხოლოდ ანალიტიკისთვის, არამედ არსებული პრაქტიკის მართლზომიერების შესწავლისთვის იქნებოდა აუცილებელი. ამიტომ აი ამბობენ მაგალითად არის ესეთი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, რომ მაგალითად შეიძლება ერთი და იგივე პირი სარგებლობდეს ერთდროულად რამდენიმე ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტით ან კომპანიის მომსახურებით. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ როდესაც გადმოინაცვლებს ეს სერვისი სახელმწიფოს ქვეშ, იქ ამის განხორციელება იქნება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. უბრალოდ შეუძლებელი იქნება. არის ასევე ლაპარაკი იმაზე, რომ თქვათ გარკვეული ასე ვთქვათ აი ესეთი სიმრავლე შეიძლება საკმაოდ დიდ რიცხვს აღწევდეს. აი ამიტომ ალბათ მას შემდეგ რაც რეალურად ხელმისაწვდომი გახდება ეს ინფორმაცია, იქიდან გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რაღაც კონკრეტულ რიცხვებზე ვისაუბროთ. თუმცა ეს ყველაფერი მალე იქნება, როგორც აქ თანხდებით 15 აგვისტოდან და შესაბამისად პრინციპში ეს გვაჩვენებს რეალურად რა ვითარება გვაქვს. ამდენად ვფიქრობ, რომ მაინც ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული რაოდენობით კლება იქნება და ეს ძირითადად იქნება იმის ხარჯზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასწორი პრაქტიკაა, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის. სხვა თეორიებზეც არის ლაპარაკი, ბრწყალებში თეორიებზე და სინამდვილეში მანკიერ პრაქტიკებზე, როგორც არის მაგალითად, არასაჭირო, ასე ვთქვათ, მკურნალობის დანიშვნა და ამ შემთხვევაში შემდეგ, ასე ვთქვათ, გვერდით ბრუნვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მათ შორის ძიების საგანი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა. დროსთან დაკავშირებით ვთქვი, რაც ქალბატონმა ირმა მიკითხა და შესაბამისად ამასაც გავეცი პასუხი. იმპორტის ჩანაცვლება შეცვლის თუ არა ფსიქოტროპულის მიმართულებით ვითარებას.
მხოლოდ ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, საკმარისი, იმიტომ რომ ახლა ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი ზოგადად, აი აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი რაღაც კონკრეტული მედიკამენტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა და ავტომატურად ყველა დანიშნულებისამებრ, საჭიროებისამებრ გამოიყენებს, რომ აღკვეთილი იქნება ყოველგვარი არასწორი ქმედება ექიმის მხრიდან, პაციენტის მხრიდან და ასე შემდეგ. ამიტომ ამას დაჭირდება შემდგომი კონტროლი, მაგრამ პრობლემა რა იყო, იცით რომ რეალურად სახელმწიფოს მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყო ავადმოხმარების შემთხვევები, არასწორი გამოყენების შემთხვევები, ამას ხელს უშლიდა, მის ეფექტიანობას რეალურად აკნინებდა ის გარემოება, რომ არსებობდა იმპორტის ისეთი მოდელი, როგორიც არსებობდა, რომელიც იყო სრულიად დერეგულირებული, ასე შემიძლია ვთქვა, დერეგულირებული იმ თვალსაზრისით, რომ კი არსებობდა კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ძალიან დიდი იყო ინტერესი, რომელიც ამ კონტროლის მიღმა უკონტროლოდ გარკვეული ქცევის ინტერესს აჩენდა, ასე შემიძლია ვთქვა. ამიტომ ეს რეფორმა ქმნის რეალურად უკეთეს ფუნდამენტს იმისთვის, რომ იგივე კონტროლი იყოს ეფექტიანი და ინტერესი, რომელიც წინააღმდეგაც არის ბრძოლა რეალურად გასაჩაღებელი, შესაბამისად ეს ინტერესი იყოს რაც შეიძლება სუსტი. აი ეს არის ალბათ ამოცანა ამ რეფორმის, რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ესეც ბუნებრივია, ჩვენი დაკვირვების საგანი უნდა იყოს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობაც ამ მიმართულებით, მათ შორის პროცესებზე დაკვირვების თვალსაზრისით რეალურად გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. აი ბატონმა ლადომ ბრძანა ამასთან დაკავშირებით, რომ და ბევრი ისაუბრა იმის ირგვლივ რა თუ როგორია თავარი ასე ვთქვათ მიდგომა ამ პოლიტიკის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ ჩვენი ინტერესი არ არის წინააღმდეგობაში მოვიდეთ ნარკომომხმარებელთან მას არ ვერჩით რეალურად ჩვენი ინტერესია რომ რაც შეიძლება მეტად შევკვეცოთ ის ინტერესები მანკიერი ინტერესები რომელიც რეალურად ამ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებულ პირებზე ხელის მოთმობას ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მათ ნარკოდამოკიდებულებაზე ხელის შეწყობას ცდილობს, ეს იმისთვის, რომ რეალურად მის კომერციული ინტერესის დაკმაყოფილებისთვის უფრო ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს. სამწუხაროდ ეს არ არის შეთქმულების თეორია, ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს. დღეს და ეს სამწუხაროდ მოიტანა არასწორად დარქმეული სახელია ჩემი აზრით ლიბერალურმა ნარკოტიკამ ამ შემთხვევაში არასწორს გულისხმობ იმას რომ სინამდვილეში ეს მართლაც ფსევდოლიბერალური მიდგომაა რომელიც სინამდვილეში ნიღბავს ძალიან მანკიერ მიდგომას. სად იყო სუსტი რგოლი? ამაზეც იყო შემდეგ გამოხმაურება და აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას რომ სუსტი რგოლი შეიძლება ვთქვათ რომ იყო ყველგან. და ამას განაპირობებდა ამ შემთხვევაში ის მოდელი და ის ზოგადი ფუნდამენტური მოწყობა, რომელიც გვქონდა. ეს აუცილებლად გასასწორებელი იყო და შესაბამისად ეს სწორდება. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ნაკლები სუსტი რგოლი იქნება და უფრო გაძლიერებადი იქნება ნებისმიერი მიმართულება, რომლის საბოლოო მიზანიც არის მომხმარებლის განკურნებაც და რაც შეიძლება მეტად ხელის შეშლა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ხელის შეშლაში იგულისხმება ის, რომ ხელმისაწვდომობა არ უნდა ქმნიდეს წამახალისებელ ფაქტორს ნარკომომხმარებლისთვის, რომ ის რაც შეიძლება მეტად თავისუფლად და უფრო აქტიურად მოიხმარდეს ნარკოტიკს. ქალტონო ირმა თქვენ ბრძანეთ ფსიქოტროპულებთან დაკავშირებით ბიუროკრატიულ პროცესზე. მე ასე ვიტყოდი, რომ ის წინაღობები, რომელიც არსებობს, დამზღვევის საშუალებები, გნებავთ დავარქვათ ამას ბიუროკრატიული და მაინც პროცედურები, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ აბსოლუტურმა თავისუფლებამ არ გამოიწვიოს გარკვეული აღვირახსნილობები, აი ზუსტად ამის გამო ალბათ გამართლებულია, რომ გარკვეული ფორმალური პროცედურები წინ უძღოდეს, რა თქმა უნდა, ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას. იმისთვის, რომ რეალურად ხორციელდებოდეს გაფილტრვა, სად საჭიროა მედიკამენტი, სად რისკი მაღალია და რეალურად საქმე გვაქვს ავადმოხმარებასთან. აქედან გამომდინარე, ალბათ ბიუროკრატიული პროცესი, ან ფორმალური პროცესი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ყოველთვის მომხრე ვარ და ყოველთვის მხარს უჭერ, რომ
არასაჭირო ფორმალური პროცედურებისგან იყოს პროცესი განთავისუფლებული. ოღონდ მას შემდეგ, რაც ზუსტად გვეცოდინება, რომ ის კონკრეტული პროცედურა არის არასაჭირო, ის კონკრეტული პროცედურა არის გამარტივებადი. იქ სადაც მაგალითად 5 დღეა დაწესებული და შეიძლება რაღაც გაკეთდეს 2 დღეში, რა თქმა უნდა იყოს 2 დღე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ასე იყოს. ამიტომ დიდი სიამოვნებით ერთად ვიმუშავებდით, ესე ვთქვათ, მგონია რომ თქვენი განწყობაც ასეთივეა ამ საკითხებზე, როგორ გავამარტივოთ ეს პროცედურა, ისე რომ არ დაკნინდეს თვითონ პროცედურების ეფექტიანობა. რაც შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს, ამაზეც გეტყვით ნაწილობრივ ეს გიპასუხეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საქმეც ეს არის, რომ სახელმწიფოს ხელში ამ ყველაფრის გადმოსვლა, სადაც კომერციული ინტერესი არ იქნება, რეალურად შესაძლებელს გახდის, რომ პრიორიტეტი გახდეს პაციენტების მოთხოვნა და საჭიროება და არა ის, რომელი მედიკამენტის რამოცულობით გაყიდვა და რეალიზაცია უფრო მეტ ფულს ვის აშოვნინებს. კომერციულ ინტერესს ჩაანაცვლებს პაციენტის ინტერესი. ეს არის მთავარი ამოცანა, მთავარი ამბავი, რომელიც ამ რეფორმას უკავშირდება. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს არის ერთ მნიშვნელოვნად სწორი. ვიღაც, ვინც გეგმავდა რეალურად რით ყოფილიყო შევსებული ბაზარი, ამაში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობდა სახელმწიფო სამწუხაროდ, დიდი იყო გავლენა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური შესაძლებლობების, რომელიც აქვს კერძო სექტორს, ამ შემთხვევაში მათ შორის მარკეტინგული საშუალებები და ბევრი სხვა რამ, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა პროცესების იმგვარად დაგეგმვა, რომელიც მორგებული იყო უფრო მეტად არა პაციენტზე, არამედ კერძო კომერციულ ინტერესზე. სამწუხაროდ ეს არის კომერციული სტრუქტურის ბუნება. ახლა იქნება ვითარება ცოტა განსხვავებული, ცოტა რბილად ნათქვამი, რა თქმა უნდა, როდესაც პრიორიტეტი გახდება, რა თქმა უნდა, პაციენტი. ეს არის მთლიანად ჩვენი სამინისტროს და ხელისუფლების მიდგომა ამ თვალსაზრისით და არა მხოლოდ ამ სფეროში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ბატონ მიხეილს, ბატონზე ხო ხნებათ რამის დამატება? არა, დიდი მადლობა, უბრალოდ ბატონ მიხეილთან კიდევ ერთხელ გავუვლიდი, რომ მთავრობის თქვენი სამინისტროს ზაობა იქნება, რომ ჩანაცვლებითი თერაპია 15 აგვისტოდან შევიდეს სალაში და ის 2 კანონი სახელმწიფო და საჯარო შესყიდვების შესახებ უკვე 1 ოქტომბრიდან. გეტყვით, აქ მხოლოდ კანონებით ვერ დავყოფთ ამ ამოქმედების ვადებს, ალბათ დიფერენცირებული ვადები აუცილებელი იქნება კონკრეტულ ნორმებთან მიმართებაში. ამიტომ ალბათ ასე დაგვჭირდება, რომ ეს ალბათ მეორე მოსმენისთვის და ეს სწრაფად გავაკეთებთ დაჩქარებული რეჟიმის გათვალისწინებით, ჩამოვაყალიბებთ პრინციპში როგორ იქნება უპრიანი, რომ ეს დარეგულირდეს და ამაზე გაგიზიარებთ ჩვენ მოსაზრებას. თუ დაგვეთანხმებით, ამ შემთხვევაში მეორე მოსმენის ეტაპზე ალბათ შესაძლებელი იქნება, რომ ეს აისახოს კანონპროექტში. კეთილი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მონაწილეებს. მე მინდა შეჯამებისათვის სარანდა კენჭისხაზე დავაყენებდი ამ საკითხს შემდეგი რამ მოგახსენოთ. პირველი მოსმენისათვის დამახასიათებელი პროცედურა ჩატარდა იმ წესებით, როგორცაც იმსახურეს პირველი მოსმენა, განხილული იქნა შინაარსი, მოსალოდნელი შედეგები, განვლილი ანალიზი, გამოწვევები, სახელმწიფოს როლი და ადგილი და ყველაფრის თავში იდგა ბენეფიციარი. ყველაფრის თავში იდგა ადამიანი, რომელიც საჭიროებს ზრუნველობას და სახელმწიფოს ხარდაჭერას. მე მინდა პირობითად კიდევ ერთხელ დავაჯამო და ყოველ მოსახლეობას უთხრა პირველი მოსმენის შინაარსობრივი დატვირთვა რაც გულისხმობს, მინდა ყველამ კარგად უწყოდეს რა სისახავს მიზნად ეს ცვლილებები. 2 ჯგუფად არის დაყოფილი ადამიანები. ერთი, რომელიც არიან უკვე ამ პრობლემაში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ბატონი მინისტრის კომიტეტის თავმჯდომარე თვითონ ჩვენთანგანვე ვიზიარებთ იმას, რომ ეს არის ქრონიკული დაავადებისათვის დამახასიათებელი პრობლემა და ასეთი ადამიანებს სახელმწიფო ზურს არ შეაქცევს. ყველაფერს გააკეთებს ამ დიდი გამოწვევის პირისპირ დამდგარი ადამიანების ხელის გასასვენად, მათ სამკურნალოდ, მათ პროფილაქტიკისათვის ყველაფერს გააკეთებს. და აქ არაფერი შესუსტება არ იქნება არც ერთი მიმართულებით. და მეორე დიდი ჯგუფი არის ძალიან დიდი ჯგუფი, არის ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ პრობლემაში არ არიან და ღმერთმან უკნას ისინი ამ პრობლემაში ჩაერთვან. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ახალგაზრდებს, ამ ადამიანების გზაზე გადავეღობოთ ნარკოტიკებს. გადავეღობოთ. ამას ნიშნავს გამკაცრება იმ მიმართულებით, რომელსაც სახელმწიფომ უკვე მწვანე შუქი აუნდო, ეს არის დამზადება, გადაზიდვა,
დისტრიბუცია, მოხმარებაში ხელის შეწყობა და უამრავი სიბინძურები, რომელიც ახასიათებს ამ მანკიერებას. ამიტომ პირველი მოსმენის შედეგისათვის მინდა მოსახლეობას ჩართულობის კუთხით თითოეულს თქვენი აზრის გამოთქმის საშუალებაც გექნებათ ალბათ, გამოგვეხმაურებით სოციალურ ქსელებში, მიზანი არის სწორი და გამართული. მდგომარეობაში ამ გამოწვევის წინაშე დამდგარ ადამიანების სახელმწიფო მთლიანად მზრუნველობას გაუწევს ყველანაირი მაღალი ხარისხით და მეორე მთლიანად შეეცდება თავისი როლი და ადგილი გამოძებნოს იმ გზაზე, რომ ნარკოტიკებს გადაეღობოს ახალგაზრდების მიმართულებით. ამიტომ პირველი მოსმენისათვის საკითხი ამოწურულია და თქვენის ნებართვით კენჭისყრაზე დავაყენებ საკითხს კომიტეტის წევრებს მოგმართათ. ვინ არის მომხრე, რომ არსებული ცვლილებების პირველი მოსმენა მხარდაჭერილი იქნეს კომიტეტის წევრების მიერ. მადლობთ. წინააღმდეგ ვერ ხედავ, თავისუფლების არ შეუხაებია. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქ მონაწილეს და მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყურადღებით გვადევნებდა თვალყურს და გვიზნობთ მათ დიდ მხარდაჭერას ამ საკითხის მოგვარების გზაზე. დიდი მადლობა. მეორე საკითხი ბატონი ზაზა, თქვენ დაბრუნდებით ახლა თქვენ ადგილზე და მე შევიცვლით ჩემს პოზიციას. ვაგრძელებთ კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგში გვაქვს კიდევ მეორე საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის სოციალ-საკუთრება კომიტეტის დებულების ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს 1 ივლისი 2025 წლის და ცვლილებები შევიდა ძალაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ამიტომ თავისთავად ცვლილებებს საჭიროებს ჩვენი დებულებაც, რომელსაც გავეცანით თქო და განხილვები ამ დებულებების, შენიშვნები, დამატებები ხომ არაფერი გაქვთ ცვლილებებთან დებულებაში. მე გავეცანი დებულებებს და სწორია, რომ ეს სრულიად შეესაბამება იმ მიზნებს, რაც არის ნაკანახევი პარლამენტში რეგლამენტის ცვლილებასთან და ჩვენ საკანონმდებლო უზრუნველყოფასთან. ამიტომ დებულება არის ის საფუძველი, რომელზეც არის აწყობილი ნებისმიერი კომიტეტის მუშაობა, ყველა დონის ჩართულობით, მისი საზედამხედველო ფუნქციით, მისი კანონშემოქმედებით ფუნქციით, მისი ინტერაქციით და უამრავით, რომელსაც მადლობით მოგმართავთ, რომ ამ ცვლილებების მოწოდებისათვის დიდი მადლობა. მადლობა ბატონო და საწინააღმდეგო მოსაზრებები ხორავისა გაქვთ დამატებები. კარგით, კენჭისყრაზე დავაყენებთ, ვინ არის მომხრე რომ მიღებული იქნეს ახალი დებულება ჩვენი კომიტეტის ერთხმად დამტკიცებულია. ძალიან დიდი მადლობა და საორგანიზო